რუსეთმა ახლახან დაკარგა ყველაზე დიდი ტერიტორია მთელი უკრაინის ომის განმავლობაში. არა, ჩვენ მიწაზე არ ვსაუბრობთ. უკრაინას არ დაუწია მასშტაბური კონტრშეტევა, რომელმაც რუსული ძალები ოკუპირებული აღმოსავლეთისა და სამხრეთის რეგიონებიდან გააძევა. ეს მოგვიანებისთვის განკუთვნილი გეგმაა. არა, ის ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაკარგა, მყარი არ არის, ის თხევადია. შავი ზღვა უკრაინას ეკუთვნის, რაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა და საფუძველს უყრის ყველაფერს, რასაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვაში მიაღწევს. ოკუპირებული ტერიტორიები ცოტა უფრო უსაფრთხოა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთისთვის შავი ზღვის დაკარგვა კიდევ უფრო დიდ მოვლენას უქმნის საფუძველს. უკანონოდ ოკუპირებული ყირიმის დაცემა. 5 ივლისს არანაკლებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინას ახლა სრული კონტროლი აქვს შავ ზღვაზე. უკრაინის საზღვაო ძალებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად შეძლეს ის, რასაც ბევრი შეუძლებლად მიიჩნევდა. რუსეთმა დაკარგა შავი ზღვა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, როდესაც მან მიუთითა შავი ზღვის ფლოტის სრულ-მწყობრიდან გამოყვანაზე უკრაინის ბრწყინვალე სტრატეგიით. რამაც დარჩენილი გემებისთვის ამ ფლოტში გადაადგილება ამ მნიშვნელოვან წყლის გზაზე ძალიან სახიფათო გახადა. უკრაინამ შავი ზღვის გათავისუფლება საკუთარი საზღვაო ძალების გარეშე შეძლო. ამის ნაცვლად მან გამოიყენა დრონები, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო და რაკეტები, რათა ზღვა რუსული გემებისთვის, რომლებიც ცდილობენ იქ გავლას, ძალიან სახიფათო გაეხადა. როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ტერიტორია, რომელიც უკრაინამ მოიგო და რუსეთმა დაკარგა ომში ამ დრომდე, არ ვითხოვებით. შავი ზღვა უზარმაზარია. მისი ფართობი დაახლოებით 422,000 კვადრატული კილომეტრია. თუ არ ჩავთვლით პატარა აზოვის ზღვას, რომელიც შავ ზღვას უერთდება. შეგვიძლია აზოვის ზღვაც ჩავთოთ. რუსეთს იქაც არ უკეთესად მისდის საქმეები და ეს უკრაინას ჯამში 461,000 კვადრატული კილომეტრი წყალს მისცემს, რომელიც რუსეთსა და მის საშიშ ფლოტს წაერთვა. მაგრამ ვიცით რას ფიქრობთ? შავი ზღვა ხომ მიწა არ არის. რა თქმა უნდა, მართალი ხართ, მაგრამ უკრაინისთვის ამ წყლის გზის კონტროლი უზარმაზარი მიღწევაა, რადგან შავი ზღვა რუსეთისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავდასხმითი, ითი ასევე თავდაცვითი თვალსაზრისით, როგორც ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც ამჟამად უკრაინის შიგნით აქვს. 10 წლეულების განმავლობაში და ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინაში შეიჭრებოდა, რუსეთი შავი ზღვის გამო კონფლიქტებში იყო ჩართული. Chatham House-ი ამბობს, რომ რუსეთი შავ ზღვაში მართვადი არასტაბილურობის პოლიტიკას ატარებდა, როგორც ფარული, ისე ღია ქმედებებით, რაც საშუალებას აძლევდა კონფლიქტების მოგვარებაში არბიტრის როლი შეესრულებინა შავ ზღვაში. ამ პოზიციონირებით და ყირიმის უკანონო ანექსიასთან ერთად, რუსეთმა შეძლო შავი ზღვის ფლოტის გაძლიერების გამართლება შავ ზღვაში. შემდეგ 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სწორედ მაშინ დავინახეთ, რას ცდილობდა სინამდვილეში რუსეთი თავისი манипуляციური შავი ზღვის დიპლომატიით. შავი ზღვა შეჭრის იარაღად იქცა. ეკონომიკურად რუსეთმა იცოდა, რომ უკრაინა შავი ზღვის მეშვეობით ექსპორტირებდა მარცვლეულს. ევროპის პურის სკალათამ უკრაინამ 27 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო სოფლის მეურნეობის ექსპორტიდან, რომლის დიდი ნაწილიც შავი ზღვის გავლით გადიოდა. იმ წელს სანამ პუტინი შეჭრას დაიწყებდა. რუსეთმა თავიდანვე სცადა ამის შეჩერება. როცა პუტინზე ზეწოლა განხორციელდა, მან ხელი მოაწერა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას, რათა უკრაინულ გემებს გაევოთ. თუმცა 2023 წლის ივლისში შეთანხმებიდან გამოვიდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა 2023 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ იმ დროისთვის რუსეთს შავი ზღვის გავლით თითქმის 6 მილიონი ტონა უკრაინული მარცვალი ჰქონდა მოპარული. სტრატეგია ნათელი იყო შავი ზღვის გამოყენება, რათა უკრაინა იმ ეკონომიკური რესურსების გარეშე დაეტოვებინათ, რომლებიც მას რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად სჭირდებოდა. შავი ზღვის ფლოტს ამ გეგმაში დიდი როლი უნდა ეთამაშა, რადგან უკრაინას არ აქვს ტრადიციული საზღვაო ძალები და რა თქმა უნდა არ ჰყავს საკუთარი საბრძოლო გემების ფლოტი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. რა თქმა უნდა, მარცვლეულის შეჩერება ერთადერთი მიზეზი არ იყო, რის გამოც რუსეთს შავი ზღვის კონტროლი სურდა. ამ ზღვის საშუალებით შესაძლებელი იყო ჯარისკაცებისა და ტექნიკის გადაყვანა ყირიმიდან უკრაინაში. რუსეთს შეეძლებოდა თავისი სამხედრო გემების გამოყენებით რაკეტები დაეშვა უკრაინის ქალაქებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ შავი ზღვის ფლოტი იზოლირებული იყო, ან რომ თურქეთს ჩაეკეტა სრუტეები, რომლებიც შავ ზღვაში შედის, ყველა ქვეყნის სამხედრო გემებისთვის პუტინის შეჭრის შემდეგ. რუსეთს მეტი არც დასჭირდებოდა, ვიდრე უკვე ჰქონდა. მისი სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავები უკრაინას დაიმორჩილებდნენ, ხოლო სატვირთო და სადესანტო გემები უკრაინის მატერიკზე მარაგებს განუწყვეტლივ გადმოტვირთავდნენ. შემდეგ, 2022 წლის 14 აპრილს ყველაფერი შეიცვალა. უკრაინამ ნეპტუნის რაკეტები გამოიყენა მოსკვას დასაფრთხმელად, რომელიც შავი ზღვის ფლოტის გვირგვინის თვლად ითვლებოდა. და მოულოდნელად, სასოწარკვეთის სიღრმიდან, ქვეყანას, რომელსაც საზღვაო ფლოტი არ ჰყავდა, ახალი სტრატეგია გაუჩნდა, რომლის გამოყენებითაც შავი ზღვის ფლოტის განადგურება და ზელენსკის თქმით, სრული გამარჯვების მიღწევა შეძლო. შავი ზღვის გამარჯვების შესახებ ტელეგრამის განცხადებაში, ზელენსკიმ უკრაინის საზღვაო ფლოტი, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები შეაქო და რუსეთს უთხრა, რომ შავი ზღვა და აზოვის ზღვა ნამდვილად არ იქნება მშვენშვიდობის ადგილი რუსეთისთვის. ეს შეფასება ვერ ასახავს სრულად იმ მასშტაბურ გამარჯვებას, რომელიც უკრაინამ ამ მნიშვნელოვანი წყლის გზაზე რუსეთზე მოიპოვა.
მოსკვაზე თავდასხმის შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნა და უკრაინამ დაიწყო შავი ზღვის ფლოტის ყველა სამხედრო გემის მიზანში ამოღება, რომელიც მის მოქმედების არეალში აღმოჩნდებოდა. დამატებითი რაკეტები განლაგდა, ზოგჯერ უკრაინის წარმოების, ზოგჯერ კი დასავლელი მოკავშირეების მიწოდებული. დროთა განმავლობაში უკრაინამ შექმნა საჰაერო დრონები, რომლებიც საკმარისად დიდი და ძლიერი იყო გემების ჩაძირვისთვის. მან შექმნა საზღვაო დრონები, რომლებიც შავ ზღვაში უპილოტოდ პატრულირებდნენ და მზად იყვნენ კამიკაძე შეტევებისთვის რუსულ სამხედრო გემებზე, რომლებსაც აქამდე ასეთი ტიპის საფრთხეებისგან თავის დაცვა არასდროს დასჭიროებიათ. შემდეგი 2 წლის განმავლობაში მოსკვას მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ უკრაინა კვლავ და კვლავ ახორციელებდა დარტყმებს. 2024 წლის შუა პერიოდში უკრაინამ შეძლო დაერტყა და გამოიყვანა მწყობრიდან 26 გემი, რომლებიც შავი ზღვის ფლოტის ნაწილი იყო, რაც მთლიანი ფლოტის დაახლოებით მე-13-ს შეადგენდა. ინოვაციებმა, როგორიცაა მაგურა V5 საზღვაო დრონი, რომელსაც შეეძლო რამდენიმე ასეული კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების მიტანა რუსულ გემებზე, წამყვანი როლი დაიკავა. 2024 წლის გაზაფხულზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იმდენად დარწმუნებული იყო, რომ შავი ზღვის ფლოტი ფუნქციურად უმოქმედოდ გამოაცხადა, რადგან უკრაინის დრონებმა და რაკეტებმა დომინირება მოიპოვეს. ფლოტი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მთავარი ბაზა ყირიმის სევასტოპოლში, სასოწარკვეთილი მცდელობით უკრაინის მოქმედების არედან გასულიყო. პუტინმა სცადა რეალობის დამახინჯება. მან სამხედრო აღლუმები და პროპაგანდა გამოიყენა, რათა დაეფარა ის დამანგრეველი დანაკარგი, რომელიც რუსეთმა შავ ზღვაში გამიცადა. ყველაფერი ეს მაშინ, როცა ის სასოწარკვეთილად ცდილობდა ეპოვა რაიმე გზა, რომ დაებრუნებინა კონტროლი, რომელიც სჭირდებოდა შავი ზღვის გამოყენების გასაგრძელებლად, როგორც უკრაინაზე თავდასხმისთვის, ასევე ყირიმის დასაცავად. მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. უკრაინამ შავ ზღვაში გამარჯვება მოიპოვა და ამას ციფრებიც ადასტურებს. უკრაინის ბრწყინვალე შავი ზღვის სტრატეგიის შედეგად ახლა უკვე 26-ზე მეტი გემი შეიძლება ჩაითვალოს მის მსხვერპლად. United 24 მედიის მიხედვით, უკრაინა აცხადებს, რომ შავ ზღვაში რუსეთის 12 ძირითად საბრძოლო გემს დარტყმა მიაყენა, მათგან 4 სრულად გაანადგურა, ხოლო 8 იმდენად დაზიანდა, რომ სავარაუდოდ აღარ გამოიყენება. უკრაინამ ასევე დაარტყა რუსეთის სადესანტო გემებს 25-ჯერ, რის შედეგადაც 15 გემი განადგურდა, ხოლო კიდევ 10 დაზიანდა. დამხმარე გემებიც, რომლებიც სხვა გემებს ემსახურებიან, ასევე გახდა სამიზნე. სულ განხორციელდა 12 დარტყმა, 3 გემი განადგურდა, ხოლო 9 დაზიანდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინა აშკარა მონაცემებს ასაჯაროებს თავისი გამანადგურებელი შავი ზღვის კამპანიის შესახებ. და ამ თავდასხმების მასშტაბი სწორედ ის მიზეზია, რის გამოც უკრაინა გამარჯვებას აცხადებს. შავი ზღვის ფლოტი მთლიანად განადგურებული არ არის. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა რუსული გემი გადის ზღვაში, უკრაინის დრონები და რაკეტები ელოდებიან. და რადგან რუსეთს არ შეუძლია თავისი ფლოტის შევსება, რადგან თურქეთმა დახურა სრუტეები, რომლებიც შავ ზღვაში შედის, პუტინიც არ მოუდგენელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყანამ, რომელსაც საზღვაო ფლოტი არ ყავს, აიძულა იგი მთლიანად შეეწყვიტა შავი ზღვის ფლოტის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვის ბალანსი მთლიანად უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა და ამას გავლენა აქვს როგორც რუსეთის სამხედრო ძალაზე, ასევე პუტინის კონტროლზე უკანონოდ ანექსირებულ ყირიმზე. ციფრები, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია, მაგრამ უკრაინის შავი ზღვის კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ ის ხსნის გზას ყირიმის დერუსიფიკაციისთვის. ეს არის უკრაინის საბოლოო მიზანი. თუ რუსეთი დაკარგავს ყირიმს, თელიას შეჭრა ჩავარდება. თუმცა სანამ შავ ზღვაში მიმდინარე დინამიკებსა და მათ რეალურ მნიშვნელობაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. გაქვთ თუ არა ამ ვიდეოდან ახალი ინფორმაცია? შესანიშნავია. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და შეტყობინების ზარის ჩართვა, რომ ნახოთ, რას შემოგთავაზებთ შემდეგ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში დამარცხდა, კვლავაც მნიშვნელოვან ყოფნას ინარჩუნებს ამ წყლებში. როგორც კარნეგის ფონდი აღნიშნავს, პუტინის ქედმაღლობა აძლევს მას რწმენას, რომ რუსეთის მდგომარეობა შავ ზღვაში დროებითი დაბრკოლებაა და არა უკრაინის ომის მუდმივი რეალობა. შეიძლება მას გონია, რომ რუსეთი ჯადოსნურად დაიწყებს უკრაინის შიგნით იმ საწარმოო ბირთვის განადგურებას, რომელიც აწარმოებს რაკეტებსა და დრონებს და რაც უკრაინის სტრატეგიას უზრუნველყოფს. 4 წელზე მეტი ბრძოლის შემდეგაც ეს არ მომხდარა, მაგრამ პუტინი არაფერია, თუ არა ილუზიებში მცხოვრები თავისი რუსეთის გამარჯვების იმედით. მაინც შავი ზღვის ფლოტის ხომალდები ჯერ კიდევ არსებობს, რომლებიც არც ჩაძირულია და არც დაზიანებული, ასე რომ უკრაინას არ შეუძლია ყურადღება მოადუნოს. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ბალანსი მთლიანად უკრაინის სასარგებლოდ არ შეიცვალა. და ამას ვხედავთ იმაში, თუ როგორ ეპყრობა რუსეთი ამჟამად თავის შავი ზღვის ფლოტს. 26 ივნისის ანგარიში მეცომ გამოავლინა, რომ შავი ზღვის ფლოტი არ ასრულებს იმ უმეტეს ფუნქციებს, რისთვისაც ის უნდა გამოიყენებოდეს. რუსეთის საზღვაო ავიაცია ასრულებს ამ ფუნქციებს მის ნაცვლად, რის გამოც საბრძოლო გემები პრაქტიკულად უსარგებლო გახდა. უკრაინის მიმართულებით რაკეტების გაშვებაც კი რუსეთის გემებისთვის შეუძლებელი ჩანს. 5 ივლისის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა New Voice of Ukraine-ში, აღნიშნულია, რომ რუსეთი კვლავ იყენებს თავის გემებს კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად. თუმცა ეს გემები შავ ზღვაში გასასვლელად არ გადიან. ისინი საკუთარ პორტებში რჩებიან და სასოწარკვეთილები იმედოვნებენ, რომ უკრაინა მათზე საპასუხო შეტევებს არ განახორციელებს, სანამ ისინი უძრავად დგანან. ეს ფლოტისთვის ერთადერთი გამოსავალია. შავ ზღვაში გასვლა იმას ნიშნავს, რომ გემებს შეეძლებათ უფრო ახლო მანძილიდან სროლა და მეტ სამიზნეზე დამიზნება, მაგრამ რუსეთი ამ რისკზე ვერ მიდის.
ნებისმიერი გემი, რომელიც ზღვაში გადის, უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელი დმიტრო პლეტენჩუკი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობას აღწერს. ოკუპანტ ზღვაში არც ერთი ერთეული აღარ ჩარჩა, არც აზოვის ზღვაში და არც შავ ზღვაში. ფაქტობრივად ბოლო რამდენიმე თვეა ზღვაში გასვლა რაღაც სახის ფუფუნებად იქცა, ამბობს პლენჩუკი. ეს ფუფუნებაა, რომელსაც პუტინი ვერ მისცემს თავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცის, რომ შეიძლება მრავალმილიონიანი საბრძოლო გემები დაკარგოს დრონების გამო, რომელთა წარმოებაც მხოლოდ რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. სულ ერთი ან ორი თვით ადრე ამ გამჟავნებებამდე, United 24 Media-მ კიდევ ერთ საინტერესო გადაწყვეტილებაზე გააშუქა, რომელიც პუტინმა შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით მიიღო. მედია იუწყება, რომ რუსეთი იმდენად იმედგაცრუებულია საბრძოლო გემების დაკარგვით, რომ მეზღვაურების დრონების დანაყოფებში გადაყვანა დაიწყო. ეს უკრაინული პარტიზანული ჯგუფის ატეშის ინფორმაციით ხდება, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ გადაწყვიტა მეზღვაურები დრონების ოპერატორებად უფრო ეფექტურად გამოიყენოს, ვიდრე იმ საქმეში, რისთვისაც წლებია ემზადებიან. ეს ყველაფერი გეუბნებათ, რაც კი რუსეთის შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ უნდა იცოდეთ. მეზღვაურები ზღვაში აღარ გადიან, ის ხომალდებიც კი, რომლებსაც რუსეთი შეიძლება გაერისკა, წყალში აღარ გადიან, რადგან ისინი, ვინც უნდა მართავდნენ ამ ხომალდებს, ძალიან დაკავებულები არიან დრონების მუშაობის შესწავლით. ეს უკრაინის გამარჯვებაა. რუსეთი ახლა იმდენად სასოწარკვეთილია, რომ თავისი უსარგებლო მეზღვაურები რაიმეთი დაასაქმოს, რომ შავი ზღვის ფლოტს კიდევ უფრო უსარგებლოს ხდის მათი გადანაწილებით. რუსეთს მართლაც არსად აქვს მოსვენება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის უკრაინისთვის დაკარგვა პუტინისთვის დამანგრეველია, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც მან ამდენი რესურსი ჩადო რუსეთის ამ ზღვაზე მთავარ გავლენიან ძალად ქცევაში, თავად ეს დანაკარგი ფერმკრთალდება იმასთან შედარებით, თუ რას ნიშნავს ეს მომავლისთვის. ყირიმი სერიოზულ საფრთხეშია და რუსეთს აღარ შეუძლია შავი ზღვის ფლოტზე დაკრნობა, რომ დაცვა უზრუნველყოს. 2026 წელს პუტინი იძულებულია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყირიმი რუსეთისთვის უზარმაზარ თვისად იქცა. ასე არ უნდა ყოფილიყო. ზუსტად ისე, როგორც შავი ზღვა, ყირიმიც უნდა ყოფილიყო აქტივი. რუსეთისგან ყირიმის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის გავლით და შემდეგ უკრაინის მატერიკზე მიმავალი მომარაგების ჯაჭვის ნაწილი. ყირიმიდან რუსეთს შეეძლო გაეშვა რაკეტები, დრონები და მართვადი ბომბები, რომლებიც შავი ზღვის ფლოტის მხარდაჭერით მოქმედებდნენ და უკრაინის მხრიდან ნებისმიერ საპასუხო ქმედებას უშლიდნენ ხელს. რა თქმა უნდა, ახლა უკვე ვიცით, რომ ასე არ გამოვიდა. შავი ზღვის ფლოტის განადგურებამ საფუძველი ჩაუყარა ყირიმის იზოლაციას, რასაც 2026 წლის განმავლობაში ვხედავთ. ეხლა ბევრი ითქვა უკრაინის კამპანიაზე იმ ლოგისტიკური არტერიების წინააღმდეგ, რომლებიც ყირიმში შედის და გამოდის. სამართლიანადაც. ამ კამპანიამ, რომლის დროსაც უკრაინამ გაანადგურა ხიდები და ასობით მომარაგებისა და საწვავის სატვირთო მანქანა, რომლებიც ყირიმისკენ მიემართებოდა, დიდი როლი ითამაშა იზოლაციის კამპანიაში, რომელიც ნელ-ნელა ართმევს ყირიმს პუტინს. ბრწყინვალე ლოგისტიკურმა წნეხმა, რომელსაც უკრაინა ახორციელებს, RR-280 ავტომაგისტრალი, რომელიც ყირიმს რუსეთთან და სამხრეთ უკრაინასთან აკავშირებს, ნამდვილი ჯოჯოხეთის გზად აქცია. სავსეა დამწვარი მანქანებით, რომლებიც უკრაინის Middle Strike-ის დრონებმა გაანადგურეს. ყირიმის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რადგან იგივე დრონები ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებს უტევენ. და ყირიმის საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურებულია, რადგან უკრაინის დრონები მათაც ესხმიან თავს. მაგრამ არ შეგეშალოთ, შავი ზღვის დაკარგვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს ლოგისტიკური კამპანია. ზოგი მხრივ ერთი მეორეს ანძლიერებს. ივნისში უკრაინამ განახორციელა გამანადგურებელი იერიში ქერჩის ხიდის ორივე მხარეს, რომელიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. ამ იერიში შედიოდა დარტყმები ბორანებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებდა შავი ზღვისა და აზოვის ზღვის გავლით მარაგების გადასატანად. და ეს დარტყმები შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა შავი ზღვის ფლოტის გამოთიშვა. რუსეთის ლოგისტიკური ქსელის კიდევ უფრო მეტი ნაწილი განადგურდა. მაგრამ ამის გარდა შავი ზღვის დაკარგვას როგორც პრაქტიკული, ასევე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკულ დონეზე რუსეთი ცდილობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა შეინარჩუნოს სხვადასხვა კუნძულებზე, ნაპირთან ახლოს მდებარე ზოლებზე და ზოგჯერ შავი ზღვის ნავთობის ინფრასტრუქტურაზეც კი. ამ თავდაცვით სისტემებს მოვლა სჭირდება და რუსეთს თავისი გემები სჭირდება, რათა ინჟინრები იქ გაგზავნოს. ეს ახლა აღარ ხდება ისე ხშირად. ნებისმიერი გემი, რომელიც ზღვაში გადის, საფრთხეშია. რუსეთი ასევე ვეღარ იყენებს თავის გემებს რასაშვებად რაკეტების გასაშვებად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, და ვეღარ იყენებს მათ მოძრავ საჰაერო თავდაცვის პლატფორმებად ყირიმის დასაცავად. სიმბოლურად რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა საპორტო ქალაქი სევასტოპოლი. სულ მცირე იმ გაგებით, რომ ის აღარ არის შავი ზღვის ფლოტის ტრადიციული შტაბ-ბინა. ეს დანაკარგი დარტყმაა პუტინის ნებისმიერი განცხადებისთვის, რომ რუსეთი სრულად აკონტროლებს ყირიმს. ასე არ არის. საპორტო ქალაქი, რომელიც რუსეთის გეგმებისთვის უკრაინაში გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო, ვეღარც კი გამოიყენება თავისი დანიშნულებით. შავი ზღვის ფლოტის დაკარგვა მხოლოდ შავი ზღვის საკითხი არ არის. ყირიმი ახლა წარმოუდგენლად დაუცველია, რადგან რუსული სამხედრო გემები აღარ დაცურავენ. უკრაინა ძალიან ეფექტურად იყენებს ამ ფაქტს და ახლა ცდილობს ყირიმის ნახევარკუნძულზე ოკუპანტებისთვის ცხოვრება აუტანელი გახადოს. ის ცხოვრების წესი, რომელსაც ოკუპანტები ადრე იცნობდნენ, სწრაფად ინგრევა. საწვავის დეფიციტი და განმეორებადი ელექტროენერგიის გათიშვები აწუხებს ყირიმში მცხოვრებ მოსახლეობას და ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს.
The Moscow Times-მა ესაუბრა ერთ-ერთ ოკუპანტს, სახელად მიხაილს, რომელმაც თქვა: "აქ ბენზინი არ არის. ბავშვები მუდმივად ისმენენ აფეთქებებს, ხოლო ელექტროენერგია და წყალი ნორმირებულია." არ ვიცი, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. არც მატარებლებზე მინდა ვიყო დამოკიდებული. ისინი ან გაუქმებულია, ან გადადებულია. სჯობს ბენზინის მარაგი გქონდეს. აქ სევასტოპოლისგან განსხვავებით ბენზინის ყიდვა ვერ შეძლებ, თეორიულადაც კი. ყირიმში აღარაფერი მუშაობს და ეს ყველაფერი უკრაინის გეგმას შეესაბამება. არის ცნობები საკვების დეფიციტის შესახებ ყირიმში. ძირითადი პროდუქტები, როგორიცაა მარცვლეული, ფქვილი და შაქარი, სულ უფრო რთულად იპოვება მაღაზიების თაროებზე. ყირიმის ტურისტული სეზონი სერიოზულად დაზარალდა და ეს არავის უკვირს. მზე, ზღვა, ქვიშა, ბენზინის გარეშე. ასე აღწერს რადიო თავისუფლება, რადგან ყირიმი კარგავს ტურისტული შემოსავლის დიდ ნაწილს. იმ მიზეზით, რომ ხალხს აღარ უნდა იმ ნახევარკუნძულზე გამგზავრება, რომელიც აქტიურ საომარ ზონად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი არ გადასულა იქ. მათ ამის საჭიროება არ ჰქონიათ. ზიანს დრონები აყენებენ. ეს ყველაფერი დაიწყო შავი ზღვის ფლოტის დაშლით, რამაც უკრაინას მისცა შესაძლებლობა ყირიმში დარტყმებზე გადართულიყო. ასევე ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიით, რომელიც ახლა ყირიმს რუსეთსა და ოკუპირებულ უკრაინას აშორებს. და თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმის დასაჯერებლად, რომ უკრაინის სტრატეგია, რომლის მიზანიც ყირიმის საცხოვრებლად უვარგისად ქცევა ამუშაობს, მაშინ ჩვენ არ გჭირდებით მოსასმენად. უბრალოდ შეხედეთ, რას აკეთებს რუსეთი. 3 ივლისის ანგარიში ევრომაიდან პრესმა გაამჟღავნა, რომ არტეშის ინფორმაციით, რუს ოფიციალურ პირებს ყირიმის ქალაქებში, კერჩსა და ფეოდოსიაში მიღებული აქვთ ბრძანება შეაგროვონ ყველა ოფიციალური დოკუმენტი და აღჭურვილობა, რათა მათი ევაკუაცია მოხდეს ნახევარკუნძულიდან. ეს არ იყო შემთხვევა, როცა ამ ოფიციალურ პირებს რამდენიმე კვირა ჰქონდათ სამუშაოს შესასრულებლად. მათ მიეცათ ვადა 3 ივლისამდე, რაც ნიშნავს, რომ დოკუმენტები და აღჭურვილობა უკვე წაღებულია, თუ ყველაფერი რუსეთის გეგმების მიხედვით წარიმართა. რუსეთი შეშინებულია. შავი ზღვა დაკარგულია. შემდეგი ყირიმია, რადგან უკრაინული დარტყმები გრძელდება. ნახევარკუნძული, რომელიც პუტინს უნდა მისცემოდა შესაძლებლობას, შეექმნა მუდმივი ბაზა შავ ზღვაზე ძალაუფლების გასავრცელებლად. ახლა თავად გახდა სამიზნე მას შემდეგ, რაც იმ ფლოტმა, რომელსაც ეს ძალაუფლება უნდა გაევრცელებინა, ვერ გაამართლა. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ რუსეთს შავი ზღვა ეკონტროლებინა, მაგრამ ასე არ არის. ზელენსკი მართალია. რუსეთმა დაკარგა შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია მთელი უკრაინის ომში ამ დრომდე და მალე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტერიტორია დომინოსავით დაეცემ. სხვათა შორის ყირიმიდან მხოლოდ დოკუმენტები და აღჭურვილობა არ გააქვთ. ოკუპანტები მასობრივად ცდილობენ გაქცევას, რადგან ქერჩის ხიდზე რიგები 12-ზე მეტ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჩვენ ხსნით, რას ნიშნავს ეს და რატო არის მნიშვნელოვანი ჩვენს ვიდეოში. ასე რომ თუ გსურთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, რას ნიშნავს რუსეთის მარცხი შავ ზღვაში, აუცილებლად ნახეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინებების ჩართვა, რომ არ გამოგჭეთ ჩვენი ანალიზი პუტინის დიდი ყირიმის ხედვის კრახის შესახებ. მადლობა ორებისთვის.